მარკოს მართალი მე შესაძლებელი მით დავიწყე რომ სერიალებისგან განსხვავდება მეთქი ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ახლავს ამ ყველაფერს ასე ვთქვათ სერიალებისათვის დამახასიათებელი ხიბლი. შავლო ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ანალიტიკური ცენტრის GeoCases მრჩეველია ჩვენთან ერთად. მადლობა ძალიან დიდი ბატონო შავლო რომ ხართ შემოგვერთით. ჩვენ არ ვართ გაფუფუნებული ჟურნალისტები ზოგადად არც ყოფილი და მით უმეტეს არც მოქმედი ასეთი თანამდებობის პირების ინტერვიუებით და ყოველთვის გამორჩეულად საინტერესო. მე მაგალითად დავავალდებულებდი თანამდებობის პირებს რომ რაღაც პერიოდულობით ინტერვიუები მოგცენ ხოლმე, მაგრამ ნუ ეს სხვა დროს ეგ. მოდი დავიწყოთ ბოლო ამბით, რაც შეეხება დაზვერვის სამსახურის შეერთებას სუსთან. მე გეტყვით ჩემსას გულწრფელად. მე ბიუჯეტის ციფრებს ნახულობდი ხოლმე ხშირად და რო ხედავდი რომ ჩვენი დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტი რამხელა იყო, სულ ფიქრობდი რომ ამ ბიუჯეტით ხო შეუძლებელია სინამდვილეში კონდეს გამართული სადაზვერვო სამსახური. რატომ არის მნიშვნელოვანი მაინც რომ ესეთ სამსახური არსებობდეს ცალკე? დიახ. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ დაზვერვის სამსახური თავისი ამოცანიდან გამომდინარე აქცენტს აკეთებს და ორიენტირებულია საგარეო საფრთხების გამოვლენაზე, იდენტიფიკაციაზე და პლუს ამის შესახებ სახელმწიფო თანამდებობის პირების და შესაბამისი სპეციალური სამსახურების ინფორმირებაზე. მისი ოპერირების სივრცე ეს არის საზღვარგარეთის ქვეყნები, მტრულად განწყობილი სახელმწიფოები და მისი ძირითადი ამოცანა არის ამ საქმიანობის პროცესში შექმნას და გაამყაროს პარტნიორებთან მაქსიმალური თანამშრომლობა, რათა გაამარტივოს დაინტერესების საკითხებზე, ან საერთო დაინტერესების თემატიკაზე ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და მისი დამუშავება და მისი პრაქტიკული გამოყენება. ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, რაც დაზვერვის სამსახურის, ასე ვთქვათ, ძირითადი მეინ ხაზი არის, ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობის შექმნა, გაფართოება, ვინაიდან სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება თანამედროვეობაში განსაკუთრებით ამჟამად პრაქტიკულად წარმოუდგენელია პარტნიორების, მეგობრობის და განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორების გამოყენების გარეშე. ეს ცალკე არსებობა ამ მხრივ და შეერთება სუსთან რა პრობლემას გამოიწვევს. მოდით ერთი წუთით დავცალოთ და თუნდაც ვიფიქროთ, რომ ჩვენ გვყავს კარგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხო? რომელიც მუშაობს გამართულად, არ აქვს ის ფუნქციები, რაც მე აღწერე ვთქვათ და ეს მძიმე გარემოები არ ახლავს. აი, კარგ შემთხვევაშიც კი, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს ცალ-ცალკე? გაჩნდა მოსაზრება, რომ თითქოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დაზვერვის სამსახური პრაქტიკულად ერთი და იგივე საკითხის გადაწყვეტას ემსახურებენ. ეს ასე ნამდვილად არ არის. დაზვერვის სამსახური ასრულებს იმ ტიპის ამოცანებს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ასრულებს, ან არ ასრულებს. პლუს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედების არიგარი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში საქართველოს ტერიტორია და პარალელურად დაზვერვის სამსახურის ამოცანების სპეციფიკა, მოქმედება, მისი, ასე ვთქვათ, მის მიერ ინფორმაციის მოპოვების ხერხები, მეთოდოლოგია არის სრულიად განსხვავებული, იგი მოქმედეს მტრულად განწყობილ სივრცეში, იგი მოქმედეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და არანაირი კავშირში არ იმყოფება საქართველოს შიგნით არსებულ ვითარებას. თუ გავითვალისწინებთ ბოლო სიტუაციებს, იმ ვითარებას, რაც არის დღეს ქვეყანაში შექმნილი, იმ ტენდენციებს, რაც გამოიკვეთა და თქვენ შესავალ სიტყვაში ბრძანეთ ამის შესახებ, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ დაზვერვის სამსახური თავისი ძალებისა და საშუალებებით შესაძლოა მოექცეს გარკვეული პოლიტიკური გავლენის ქვეშ და მას მოუწიოს გარკვეულწილად პოლიტიკური ამოცანების შესრულება, რაც შეიძლება არ ჯდებოდეს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებში და ემსახურებოდეს კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას. ბატონ შაუ, თქვენ სულ ახლახანს ხავთ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი. შარშანდლამდე. შეგიძლიათ მტკიცებით გითხრათ, რომ თქვენი საქმიანობა დაცული იყო პოლიტიკური გავლენებისაგან? დიახ. დაგჭირდათ ამისთვის რაღაც განსაკუთრებული მცდელობა, რომ ეს ასე ყოფილიყო, თუ თავად პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ გამოუჩენია ინსტინქტი მოექცია თქვენი სამსახური ასეთი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ? მეორე ფაქტორია, ვინაიდან დაზვერვის სამსახური თავისი მოცულობით, თავისი მასშტაბით და ამოცანების სირთულიდან გამომდინარე ძალიან სპეციფიური საკითხების გადაწყვეტით იყო დაკავებული, მას არაღიარების პოლიტიკის საერთაშორისო მხარდაჭერის თემაზე ჰქონდა ძირითადი აქცენტი გადატანილი, პლუს აქტიურად მუშაობდით საერთაშორისო ტერორიზმზე და შესაბამისად ეს აქტიურობა ამ სამსახურს იცავდა გარკვეულწილად პოლიტიკური მდგენელისა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ სამსახურს ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური ნიშა, თქვათ პოლიტიკური მდგენელი არასოდეს არ ჰქონია. ის რომ პოლიტიკური მდგენელი არ ჰქონია, რასაც თქვენ ამბობთ, ახლა ამან პრობლემა შექმნა თქვენი აზრით და ამან გამოიწვია ამ სამსახურების გაერთიანების ინსტინქტი? თუ ეს რაღაცა მართლა ტექნიკური გაერთიანება, როგორ უყურებთ ამ გადაწყვეტილებას? ტექნიკური
ტექნიკური გაერთიანების საჭიროებას პირველ რიგში ვერ ვხედავ, იმიტომ რომ რეალურად ვიცით რა სამსახურების სპეციფიკა, მათი მუშაობის ტექნიკა, სრულიად დამოუკიდებლადაც შესაძლებელია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინაციის ქვეშ ამ სამსახურებმა გააგრძელონ თავისი ქმედითი ამოცანების შესრულება. ვფიქრობ, რომ იკვეთება თუ ეს ინიციატივა, ასე ვთქვათ, მიღებული იქნა როგორც საკანონმდებლო საკითხი და რეალურად დაზვერვის სამსახური გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენელი კომპონენტი, ალბათ დიდი ალბათობით მას მოუწევს გარკვეულწილად ეს იქნება ძალებისა და საშუალებების, ქვეყნის შიგნით არსებული ძალებისა და საშუალებების, ასევე დაზვერვის სამსახურის ხელთ საზღვარგარეთ არსებული ძალებისა და საშუალებების ერთი კონკრეტული მართვის ცენტრის ქვეშ მოქცევა და შესაბამისად ერთი ჯგუფიდან, ან ერთი პირისგან ამის მართვის უზრუნველყოფა. ბატონო შალო, თქვენ მოყვებით ქართულ უშიშროებას პრაქტიკულად იმ დღეებიდან, როცა ის შეიქმნა, ხო? თქვენ სწავლობდით, განათლებაც ამ სისტემაში მიიღეთ და შემდგომ მუშაობდით მის სხვადასხვა უწყებაში, ყველა ხელისუფლების დროს, შევარდნაძის, სააკაშვილის და აი ახლა ბოლოს ოცნების მმართველობისას. თუ მოდით რომ შევაჯამოთ რაღაცნაირად, რა გზა გაიარა ამ მხრივ ქართული უშიშროების სკოლამ და სად გქონდა ჩვენ მაგალითად ყველაზე კარგი წინსვლა საკადრო პოლიტიკის, კვალიფიკაციის მიმართულებით და სად ვერასდროს ვერ მოხერხდა რომ ნაბიჯი გადადგმულიყო წინ და რა განაპირობებდა აი ამ მათ შორის იმას რომ წინსვლა ვერ მოხდა. დაზვერვის სამსახურის შემთხვევით დავიწყებ, ვინაიდან ბოლოს ამ სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი და რადიკალური ცვლილება ამ სამსახურმა დაიწყო 2014 წელს, როდესაც მაქსიმალურად დაიწყო სამსახურის დაფინანსებისა და მისი ინფრასტრუქტურის აქტიური მხარდაჭერა. დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, რომ დღეს ეს სამსახური თავისი მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის სახით არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში, ასე თქვა, მიმზიდველი ორგანიზაციაა. მანამდე ამ სამსახურს ჰქონდა გარკვეული ტიპის პრობლემები და შესაბამისად ეს სამსახური მოქმედებდა იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც იმ კონკრეტულ მომენტში ჰქონდა. პრობლემები იყო ის, რომ არ ჰქონდა დაფინანსება, არ მიიჩნეოდა მნიშვნელოვან მიმართულებად, ხო? გასაგებია. რაც შეეხება უშიშროების სამსახურს, უშიშროების სამსახურმა ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო განვითარების ეტაპი დაიწყო 2004 წლიდან, როდესაც ამ სამსახურს მიეცა შესაძლებლობა, რომ ვადიღო ერთი ნიუანსი რეალურად ჩემი სუბიექტური აზრი რომ უშიშროების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ შემადგენელის გათვალისწინებითაც მაშინაც მოხდა დიდი რეფორმა. ჩაიდო საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია, მაშინაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიულ პარტნიორებთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოება, უსაფრთხოების მიმართულებითაც, მათ შორის კრიმინალთა ბრძოლის მიმართულებითაც და მაგ დროსაც გაჩნდა საკმაოდ საინტერესო კომპონენტები, რამაც სამსახურს მისცა განვითარების შესაძლებლობა. ასეთი უწყებებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მეხსიერება, მათ შორის და კადრები. კადრები წყვეტს ყველაფერს ხშირ შემთხვევაში. თუმცა პოლიტიკური ჩართულობებთან გამო კადრებთან დაკავშირებით ჩვენ ხშირად გქონდა პრობლემა ის რომ კადრები მიდიოდნენ და მათ ადგილზე ინიშნებოდნენ ახლები, ხო? თქვენ მიიჩნევთ თუ არა რომ ჩვენ უშიშროების სამსახურებში დღეს დარჩენილია რაღაცნაირად ბირთვი ისეთი კადრებისა, რომელსაც რეალურად აქვთ კომპეტენცია და რაც ეს ინსტიტუციური მეხსიერება გადმოცემული აქვთ. საკადრო პოლიტიკა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ასეთი ტიპის ორგანიზაციების საქმიანობაზე. მე ვიმედოვნებ და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ასეთი ტიპის ორგანიზაციებში ჯერ კიდევ არსებობენ თანამშრომლები, რომელთაც აქვს მაღალი დონის კვალიფიკაცია, მაღალი დონის ცოდნა და ისტორიული მეხსიერება. მთავარი არის ამ ადამიანებს თუ მიეცემოთ სწორი გადაწყვეტილებების და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და რამდენად იქნებიან ისინი ჩართულნი სხვადასხვა ტიპის საკითხების გადაწყვეტაში. დაზვერვის სამსახურის შემთხვევაში ვიტყვი, დღეის მდგომარეობით ეს სამსახური წარმოდგენილია უმაღლესი დასავლური ცოდნითა და გამოცდილებით დაკომპლექტებული თანამშრომლობით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინტეგრირების შემთხვევაში არ გამოურიცხონ, რომ ცალკეულმა თანამშრომლმა თავისი ნებით ან სხვადასხვა ზემოქმედების გზებით მათ მოუწიოთ დაკავებული თანამდებობების დატოვება ან ზოგადად ამ სისტემიდან გასვლა ან თავშეკავებულ მდგომარეობაში საქმიანობა, ბრალებში თავშეკავებულ მდგომარეობაში. ასევე არ გამოირიცხება, რომ და დიდი ალბათობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული ქმედითი ძლიერი ოპერატიული დანაყოფები შთანთქავენ დაზვერვის სამსახურის პოტენციალს და დიდი ალბათობით დაზვერვის სამსახურის დეპარტამენტი, დირექტორატი თუ არ ვიცი რა სახელი ეწოდება მას, აღმოჩნდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძლიერი ოპერატიული დანაყოფების დამხმარესათა დარიგო მომსახურე ოპერატიული დანაყოფი თავისი საზღვარგარეთული ოპერატიული შესაძლებლობებით და რესურსებით. რაც კატასტროფა იქნება. ხო, რა როლს თამაშობს ამ უწყებებისათვის პოლიტიკური ამოცანის სწორად დასმის ამ პრობლემა?
აი ნახეთ, მე ვკითხულობდი მაგალითად სურს ფაილები ახსენე, მე არ გთხოვთ ნამდვილად არც არის დადასტურებას, არც არის უარყოფას, ეს გასაგები სპეციფიკა არის თქვენი საქმიანობის. უბრალოდ აქ არსებობდა აი დეპარტამენტები, ხო? ამ დეპარტამენტებში მე არ ვიცი ბევრი რამე და ამ დეპარტამენტს ჰქონდა თითქოს 9,000-იანი ამოცანა დასმული, რის გარშემო საქმიანობენ ისინი და გამოუგნებელი იყო ჩემთვის პირადად არაკვალიფიციურობა სიტყვების ტერმინების გამოყენების კუთხით. მაგალითად, ერთ დეპარტამენტს ეწერა, რომ ის ებრძვის საქართველოს ეკლესიაში ლიბერტარიანული იდეების გავრცელებას. არც ვიცი რა შეავს ეკლესიაში ლიბერტარიანული იდეების, მართლა მაინტერესებს გავიცნო ეს ადამიანი, ვინც ეს დაწერა. მაგრამ, ეს ხო წერია ოფიციალურად, ანუ ეხლა ამის არც დაწერაზე გაკითხებით და არც ვინ დაწერა, ეგ არა. უბრალოდ რა მნიშვნელობა აქვს სწორად განსაზღვრას იმისას, თანამშრომლებისათვის რას აკეთებენ და ვის ებრძვიან. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათ შორის სამსახურების და სტრუქტურული ერთეულების დონეზე. კონკრეტულმა დანაყოფებმა უნდა იცოდნენ რა ტიპის ამოცანის შესრულების წინაშე დგანან, რა ტიპის ძალებისა და საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა აქვთ მათ, რა ბადებში უნდა მოახდინონ ამ ინფორმაციაზე რეაგირება, ამ კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება, როგორი არის უკუგებისა და ანგარიშგების პრინციპი და შესაბამისად ყველა ნაბიჯი, ყველა საკითხი, ყველა ასე ვთქვათ, ახალი კომპონენტი საქმიანობის დროს იერარქიულად უნდა თანხმდებოდეს შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის მქონე პირებთან. ზოგადად სპეციალურ სამსახურებს ახასიათებს ასე ვთქვათ ვერტიკალური მართვის პრინციპი და შესაბამისად გადაწყვეტილებები მიიღება პირველი პირიდან და შემდგომში ხდება მისი ჩასვლა. პირველი პირი გადაწყვეტილებებს იღებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ განსაზღვრული ამოცანებისა და დავალებებისა თუ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების საფუძველზე და შესაბამისად არსებობს მკვეთრად გაწერილი სტრატეგია, გეგმა, მოქმედების ხაზი, რაც მას აძლევს კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტული მოქმედების შესაძლებლობას. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ ბატონო შალვა, ჩვენი ქვეყანა საჯვარედინიზეა ყველა გაგებით და ჩვენ თქვენ ახსენეთ უსაფრთხოების გამოწვევები და ეხლა რომ დავიწყოთ ჩამოთვალ ყველა მხრიდან შეიძლება ჩამოთვალოთ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კრიტიკული პრობლემები. ჩრდილოეთ კავკასია, ახლოს არის ირანი, გადაჯაჭვულია ჩვენი ეთნიკური რელიგიური კავკასიის რუკა ერთმანეთში ისე და ხალხები რომ აქ ძალიან რთულია და მართლა გზაჯვარედინია ბევრნაირი პრობლემის გადასაწყვეტად. რამდენად მნიშვნელოვანია აი უსაფრთხოების ნაწილში თანამშრომლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მათ მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი ინფორმაცია, სანდოობა ჩვენი მათ თვალში და ასევე რა როლი ეკავა ჩვენგან მათთვის გაზიარებულ ინფორმაციას. გეტყვით რა როლი გვეკავა, დაზვერვის სამსახურს რა როლი ეკავა, იგი იყო ერთ-ერთი სანდო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორი დასავლელი პარტნიორებისათვის. სამსახურს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა რომ გამختارიყო დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო თანამეგობრობის, მათ შორის დახურული კლუბური და საზოგადოების აქტიური წევრი. იგი იღებდა მონაწილეობას ქმედით, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის სენსიტიურ ნაწილში და დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. როგორც კონკრეტულად უწყებებისთვის, ასევე ზოგადად ქვეყნისთვის, ამის გარეშე ჩვენ ვერცერთი არხით, ვერცერთი შესაძლებლობით ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეს იქნება ბნელ ოთახში ხელების, ასე ვთქვათ, ქნება, ყველა ვარიანტში დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, ამ თანამშრომლობის გაფართოება და გაძლიერება, ეს არის სტრატეგიული ამოცანა და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისათვის. მადლობა ძალიან დიდი. შალვა ლომიძე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ანალიტიკური ცენტრი GeoCases მრჩეველი იყო ჩვენი სტუმარი. დაგემშვიდობებით ბატონო შალვა, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს და